არა, მენეჯერი რომ გეუბნებათ ეს ერთია, მაგრამ მეორე აუცილებლად კურიერის მიერ უნდა იყოს ფორმალური შესაძლებელი და აუცილებლად მეგობრებო კურიერმა უნდა დააკრას წერილზე ფორმა 20 და ისე უნდა იყოს ეს წერილი დაბრუნებული უკან. იმის მინიშნებით როგორ უნდა დავაკრა წერილთი, რომ უძროს წერილთი არა. აი მაგაზეთი სუმემე დავგენეს. დაიკრა არ იკრა რა რომ მოვიდა. მე არ მაქვს კომერცი წარმოებული და შემიძლია განახოთ თუ როგორ უნდა დააკრათ. ვიზუალურად შემიძლია ეს განახოთ იმისათვის რომ წერილის შიგთავსი არ დაზიანდეს. დიახ, ვიღებთ წერილის კუთხეში ვამაგრებთ ფორმა 20 და ვაკეთებთ ისე რომ წერილის დაზიანება არ მოხდეს. აბა ირაკლის უნდა შეკითხვა ესეთი რომ ფორმა 20 რატომ უნდა ვავსებდე მე? აუცილებლად როგორც ვფიქრობ, თქვენ გქონდათ ისე კარი გქონდათ ისე გაქცევ პასუხს. ფორმა 20 აუცილებლად ვაკრავს კურიერი იმის გამო რომ თითოეულ წერილზე პასუხისმგებელი არის თითოეული კურიერი, რომელსაც ის მიიღებს, როდესაც წერილჩვენ ჭყალებში მიიღება რატომ არის ნახსენები, როცა ვთქვით, სწორედაც რომ მიღებულ წერილებზე პასუხისმგებელი არის თუმცა თითოეული კურიერი. შესაბამისად, ამისივე მიღებულ წერილზე, როცა მობილური თამაში შეგახსენებთ, თუ არ შეიძლება, თუ შეიძლება ჩვენ ამ წესი გქონდა ისეთი, რომ თუ აუცილებელია ეს მაშინ და საუბარი თუ აუცილებელია გარეთ უნდა გავიდეთ თუ არა და ასე შემოყვებაში მეგობრებო, მეც დამხაკეთ ძალიან ხოთრა. ძალიან საინტერესოა. ეს უკვე ჩვენ ტრენინგის შემდეგ. კარგი, შემდეგ. აქტიურობის სამოსტო პარამეტრებზე და წერილებზე ვიზიტების განხორციელების შემდეგ თუ გზავნილი ვერ ჩავარდა, იგი სერვისებში არ ჭირდება როგორც ცდელობდა ბრუნდება იმ შემთხვევაში, რომ არ არის საკუთარ ჩამოთვლილი. ნინო ჩემთვის ჩამოთვლილი სტატუსები თქვენთვის ცნობილია ყველა მეგობრებო. თუ შეიძლება რომ თქვენ ჩამოთვლილი სტატუსების შემთხვევაში მითხრათ, აღვინებთ თუ არა სერვისებში მაშინვე რომელ შემთხვევაში აღვინებთ და მაშინვე დავტოვე შემთხვევა სამუდმივად ან თუ გარდაცვლილია არის როლი მისამართი არის სწორი მისამართი უარი განაცხადა მაგრამ ირაკად ორჯერ და გადაიწვადა რატომ მეჩვენე ხო? აი ხოთება მისამართი. მეგობრებო, ჩვენ გზავნილებს იმ შემთხვევაში იმ დღესვე თუ კი ამისათვის ჩვენ გვაქვს მიზეზი შემდეგი. არასრული მისამართი, ადრესატი გარდაცვლილია, ანუ არასრული მისამართი, იმიტომ რომ მისამართი უკვე არასრულია შორენა, მეტაფორით ხო? მისამართი უკვე უბრალოდ ჩავშევიდეთ იმისათვის, რომ შეჯამება გავუკეთოთ თემას. ადრესატი გარდაცვლილია, ადრესატმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე, არასწორი მისამართი, ადრესატის მონაცემები არასწორია, მიუღებმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე, იმ შემთხვევაში, მეგობრებო, ეს არის ხოლმე ყოველთვის თემა, ანუ ადრესატმა უარი განაცხადა, ნინო თუ მიუღებმა უარი განაცხადა, ირაკლი მოგვიწევს უკვე რომ საქცია განახორციელოთ ისეთი, რომ წესები თქვენ როგორ არაკრიტიკის დასაწყისში თქვენ ეს წესები უკვე ნახეთ რომ იყო დაფაზებაზე და გაეცანეთ კიდეც საქმეში ჩვენ წესები დაგვემდებარების შემთხვევაში განხორციელებული საქმეს არ უწევს უბრალოდ
შემდეგ აღრიცადი არაფერება მისამართი და აღრიცადი ვერ მოიძებნა. შეტყობინების ფურცლის დაბრუნება. მეგობრებო, თქვენ როგორც იცით ირაკლი, შეტყობინების ფურცლის დაბრუნება ეს არის შეტყობინების ფურცლის დაბრუნება, თქვენ როგორც იცით, ეს არის ახალი რამ საქართველოს პოსტის შემთხვევაში, ახალი წესი. ანუ ფორმა 119-ები, თქვენ როგორც იცით, ზოგადად არ ვარდებოდა ხოლმე პოკეტით ნუცა და შესაბამისად მკაფიოდ ამაზე წესი არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ახლა როგორც ხედავთ, ეს წესი უკვე ჩამოყალიბდა მკაფიოდ და სახეზე გვაქვს. ანუ იმ შემთხვევაში თუ ფორმა 119 ირაკლი ფორმა 119-ზე საუბრობთ. თქვენ გახსოვთ ხო შეფარით, თქვენ შემთხვევაში მინდა ვთქვათ, ფორმა 119-ს როგორ და რა სახით აბრუნებთ ხოლმე, თუ ის ვერ ჩავარდა. ჯერ მახაროზე 15 დღე არც გასაგებია, მაგრამ რამდენი დღე აჩერებთ სერვისში? 15 დღე აჩერებთ და ეს შემთხვევაში ჩვენ მოვიდეთ. ეხლა სხვა თემაზე ვარ, თან დავიჩავარებ და ამასაც ვიტყვით, ამასაც დავუხსოვდებით. უბრალოდ გავიტყვით, განვიფიქრეთ ეს თემა, ამას ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ესეთი რა მინდა გითხრათ, რომ ფორმა 119-ის შემთხვევაში, ანუ თქვენ აღვქვათ 15 დღე აჩერებთ, თუ 15 დღის განმავლობაშიც ეს ფორმა 119 ვერ არ მოაკითხა ადრესატმა, სადმე გვაქვს ეს ფორმა? აქ არის წერილი, როცა ჩავარდება მაშინ რამდენი ხანში უბრუნდება გამოცეს. ჩავარდას დავდევა. არა იმ დღესვე უბრუნდება გამო. ანუ ჩაუბარებელი წერილი შეტყობინებას ფურცაზე არ ვიყავი. ჩაუბარებელი შეტყობინებიანი წერილი უბრუნდება. ფორმაც მასნაფი. თავი გასაგებია. ეს დაბრუნებას იმიტომ მივაბილეს. ეს დაბრუნებაზე საუბრობთ და ჩავთვალე, რომ ლოგიკურად მაიჩნია. წინა სლაიდი. არა, ფორმას ხმის. აი ეს. ხო, ანუ ეს მინების ფუნქცია არამედ ზოგადად გზავრი თავი შეტყობინებიან არ ხო? ანუ რეიქტორი თვითონ სლაიდში ვფიქრობ, მასში იყო რაღაც. კარგით მეგობრებო, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ნინო, მე მაინტერესებს ესეთი რამ. შემდეგი თემა არის კურიერის თაროები. ნინო, მეგობრებო, შესვენება გვექნება, ვიცი რომ ძალიან დაღლილები ხართ. მალე გვექნება მეგობრებო შესვენება, ვიცი რომ ძალიან დაღლილები ხართ. ძალიან ცოტა ხანი, მხოლოდ ერთი თემა გადავრჩა გასახილველი, ამ თემას განვიხილავთ და შემდეგ უკვე შესვენება ეხება. არის რა სულაფშე გართანო. თუ შექვა არც ის თავს არ აქვს თარო. რუსეთსაც არ აქვს თარო, ასე რომ ალბუჩი ზუგდით სამთაროები, საოცარი, თავისი დასახელები. იცი რა, თაროები და ირაკლი, თქვენ როგორი თარო გაქვთ? საინტერესოა, თქვენ როგორი თარო გაქვთ? სერვისში. ვერტიკალია სერვისში თარო, როგორი გაქვთ სერვისში? ოთხკუთხედით. სახელები ძალიან გვარები. თამარ. თამაში ახლა დინამიკას შემეცნებით. ჩვენ გვაქვს თქვენი თაროები რისი მიხედვით არის გამოსადიზია? რისი მიხედვით გაქვთ თაროები? ნინო, თქვენი თარო რისი მიხედვით არის დაყოფილი? ნინო, თქვენი ცერვიზიანები და აუზიანების მიხედვით არის დაყოფილი? პეპეჯე, თან მე ესეთ რაღაცას უგებია, რომ ვუმოწმე, თუ არ არის შესაბამის ადგილზე, ვისაც სწორია, ვარსკვლავებს უგრავ სწორია. ვისაც არა, მოწყენი ისმაილები. კი, კურიერი ბაზები და თქვენ ხო არავის არ უყურებთ? აი ამ ხელა თაროები იქ მეტევა. საინტერესოა. ანუ შეიძლება 15 დღე 15 მე ესემა.
ჩვენ არ გახვიდეთ გეხოწებით ორი წამი კანონად ბოლოს ეს გასაგებია მეგობრებო როგორც ვთქვი მე თქვენ ყველას ზოგს აქვს სწორად ზოგს არ აქვს სწორად მოდით ნახოთ როგორ უნდა იყოს ყველა სხვადასხვანაირი თაროებია დიახ ნახოთ მოდით როგორ უნდა იყოს თაროები ზოგან საერთოდ არ არის თაროები ხსენებათ სტენგაჩი რუსთავში და ასე შემდეგ არის სერვის ცენტრები სადაც თაროები არ არის თუმცა ჩვენ მოგვეთხოვებათ რომ თაროები გქონდეს შემდეგნაირად ეს თაროები აუცილებლად უნდა იყოს ორ ნაწილად გაყოფილი, ერთვიზიტიანი და ორვიზიტიანი წერილები. მოგაპატიეთ, უნდა იყოს ერთი ან ორვიზიტიანი წერილის ტიპების მიხედვით, რომელიც უკვე დავიზიტებულია, ხოლო მეორე უნდა იყოს გაყოფილი ის ორვიზიტიანი წერილები, რომელიც ჯერ კიდევ დასავიზიტებელია. ანუ თანხმდებით ამაზე, რომ ორვიზიტიანი წერილები, რომელზეც გასაკეთებელია მეორე ვიზიტი უნდა იყოს ცალკე თაროზე, ხოლო ის წერილები ერთვიზიტიანი, მარიამ და ორვიზიტიანი, რომელიც უკვე დავიზიტებულია, უნდა იყოს ერთ თაროზე. ანუ ამის შემდეგ თუ თქვენ სერვის ცენტრში არ გაქვთ ასე გაკეთებული, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ამას როგორც კი მიხვალთ, მისატანებს ასე გაქონდეს წინააღმდეგ. მისატანებს სტიკერების თარო, საერთოდ არ უნდა იყოს. სტიკერების თარო მაგას მიშტოს. თარო, რომელსაც შეიძლება მოაწყოს. რაც ვიზიტი არ გაკეთებია საერთოდ სტიკერების თარო. მე შეიძლება გააკეთოს ხოლმე რომ ვისაუბროთ ხელოვნებაზე რეგიონში, სტიკერების თარო მოასწრო ინგლისს. თავის მაგიდაზე ვარ. ეს ყურიელის თაროა და თორთოროზე როგორც ეს როგორც ეს სერვისებში კი თაროები არ ქონდა. მე მაქვს როგორც ხედავთ, აზრი არის სხვადასხვა, ყველა აკეთებს სხვადასხვას. ამიტომ ეს წესი, ეს ტრეინინგი და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ყველაფერი მოექცეს ერთიან წესში, ყველა სერვის ცენტრმა გააკეთოს ყველაფერი ერთი წესის შესაბამისად და ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით გავეცნოთ და სერვის ცენტრში ვისთვის თანავე ეს ჩვენი აქ მოსმენილი ინსტრუქცია განვახორციელოთ. ანუ ეს მდგომარეობს შემდეგში, რომ თქვენ თუ არ გაქვთ ასე, მიხვალთ თუ არა, თქვენს თაროებს გაყოფთ ორ ნაწილად. როგორც წერას შევთანხმდით, ეს იქნება დავიზიტებული და ანუ მეორე მისატანი, ანუ დაუვიზიტებელი წერილი. რაც შეეხება სტიკერს, რაზეც თქვენ ასე მწვავედ კამათობდით ახლა, ძალიან კარგია რომ კამათობდით, ესე იგი არ გაქვთ აზრი და სწორედაც მოგადეთ აზრი არა, ანუ არ შეჯერებული და არა კონკრეტული აზრი უნდა შეჯერდეთ ამაზე. ეს არის ის, რომ შეტყობინების შესაბამის სტიკერს, რომელიც კურიერმა ვერ დატოვა ადრესატის მისამართზე, აუცილებლად ვანთავსებთ თაროზე. შემდეგ, თქვენ როგორც ხედავთ, თქვენ გაცილებული არის ფეიზეს გავხარ. დიახ, ძალიან ბევრს. ძალიან ასევე 15 კალენდარული თქვენ ხედით? არა. ცეკვატი. აბსურდა. ბალეტი. მეტრების ლატარებს. ასე რომ, როგორც ხედავთ, თქვენ გაწითლებული არის აქ ის სიახლე, რომელიც აუცილებლად თუმცა უნდა დავიწყოთ, ხო? თქვენ იცავთ თუ არა აი ამ გაწითლებულში რაც არის აწეული? არა. და როგორ აკეთებთ აი ამ გაწითლებულს? ბატონო? ვიკეთებს. აი, მოდით მაშინ რახან თქვენ არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ და სხვა აკეთებს ამას, მოდით წაიკითხეთ მამაკლა და ვიკითხოთ ყველა საინტერესო იქნება. ხუთმეტი კალენდარული დღის განმავლობაში განთავსებული აქვს გამოგზავნისთვის მისატანი ჩაბარებული გზავნილი შეტყობინები, რომელსაც კურიერმა განახორციელა ვიზიტი. ვერ ჩააბარა და დატოვა შეტყობინება. ვადის გასვლის შემდეგ შეტყობინების ფურცელი ინახება სერვის ცენტრის არქივში. მეგობრებო, სხვა დანარჩენები იქცევით თუ არა ასე? მე ვიკეთებ ვერქის თანამშრომელი მაგას. ანუ მე უნდა გავაკეთო? დიახ, ანუ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში
ჩვენი შეტყობინების ფურცელი, ანუ ეს არის ფორმა 119, ინახება სერვის ცენტრში, ხოლო შემდეგ უკვე შეტყობინების ფურცელი გადადის სერვის ცენტრის არქივში. გადასცემთ უკვე ბექის ოპერატორს და ის აკეთებს დაარქივებას. ბუნებრივია, კურიერები ამ ფურცლების დაარქივებას თქვენ ვერ მოახდენთ. შესაბამისად, ამას გადასცემთ ჩვენს ბექ-ოფისს. მეგობრებო, ჩვენი დრო ამოიწურა, ჩვენი თემები ამოიწურა. ძალიან საინტერესო მსმენელები იყავით, ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო და მე მაინტერესებს ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ თუ გაქვთ რაიც შეკითხვა, ან რაიმე უფრო მეტი სგაგება თუ გსურთ კიდევ? არა. ერთი და იგივე ვთქვი. ნახავ, გიგა. ორჩი, ხო? მადლობთ.